დიდება ღმერთს და მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის. მადლობა ღმერთს იმისათვის, რაც იყო, რაც არის და რაც იქნება ჩვენს ცხოვრებაში. მადლობა ღმერთს იმისათვის, რომ მოგვეცა სულიერი და ფიზიკური ძალები, აგვესულებინა საღვთო ლიტურგია და ვზიარებულიყავით ჭეშმარიტად პატიოსანსა, სისხლსა და ხორცსა, უფლისა, მთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტეს. ყველას გულითადად მოგილოცავთ თავთა მოციქულთა პეტრესი და პავლეს ხსენებას. მათი ლოცვით, მეოხებით და მათი თავგანწირული მსახურების მაგალითით ღმერთმა ჩვენითაც გამოავლინოს მისი ნება საკუთარ თავში, ანუ ჩვენში, ჩვენს ოჯახებში, ჩვენს მეგობრებში, ახლობლებში, ნათესავებში და ჩვენს სამშობლოში. მინდა დღევანდელ დღეს ვისაუბროთ იმის შესახებ, რომ რა მოიტანა ქრისტიანობამ დედამიწაზე და მოციქულებმა რა გვითხრეს ზოგადად. მოციქულები არიან ის პირველი ადამიანები, რომლებმაც ყველაზე საუკეთესოდ გაუგეს ქრისტეს თუ რატომ მოვიდა. მოციქულები არიან ის პიროვნებები, რომლებმაც კი ახლო იყვნენ და ხედავდნენ მას, ანუ რისთვის მოვიდა ქრისტე ამ დედამიწაზე. და მოციქულების მაგალითი უნდა იყოს ჩვენთვისაც, მაგალითად პეტრესი, პავლესი და ხვალ 12 მოციქულის ხსენება, ანუ ყველა მთელი კრებულის ხსენება არის. მოციქულები არიან ჩვენნაირი ადამიანები, რომლებმაც უყურეს მაცხოვრის 3 წელიწად ნახევრიან მოღვაწეობას დედამიწაზე და აქედან გააკეთეს დასკვნები. და რა დასკვნები გააკეთეს? რომ ესა ქრისტე, იესო ქრისტე, ადამიანად მოსული, ეს არის განკაცებული ღმერთი, ანუ ყოვლადწმინდა სამების მეორე ჰიპოსტასი, გალაქტიკების შემოქმედი ღმერთი და ის არის ყოვლად ძლიერი და მას შეუძლია და ძალოც ყველაზე მთავარი დაამარცხოს. და რა არის ყველაზე მთავარი დასამარცხებელი? ადამიანებს ყველაზე დიდი შიში რა აქვს? პავლე მოციქული რას იძახის? უკანასკნელი მტერი განქარდესო და განქარდა. რა არის უკანასკნელი მტერი? ეს არის სიკვდილი. ეს არის ადამიანის დამოკიდებულება სიკვდილის მიმართ. ყველაზე დიდი შიში ადამიანს აი საიდუმლოების მიმართ აქვს. და მათ დაინახეს, რომ ქრისტემ საკუთარი ცხოვრებით, საკუთარი ჯვარზე ასვლით, საკუთარი გარდაცვალებით ჯვარზე, შემდეგ მისი 3 დღე საფლავში დების შემდეგ ცხოველს მყოფელი აღდგომით სიკვდილზე გაიმარჯვა. და ამაზე იტყვის პავლე მოციქული ერთხელ, რომ თუ კი ქრისტემ მკვდრეთით არ აღდგა, მაშინ ჩვენი სარწმუნოება ფუჭია და ჩვენი ქადაგება არაფრის მომცემი. არაფერს არ ნიშნავს ადამიანმა რამდენიც გინდა იქადაგო და ილაპარაკო, თუ შენში რწმენა არ არის იმისა, რომ დედამიწაზე მოსული იესო არის ქრისტე, ძეღმრთისა და რომელიც ამ წუთის სოფელში ადამიანებმა ჯვარზე გააკრეს და ჯვარზე გაკრის შემდეგ ის გარდაიცვალა ადამიანური ბუნებით და ის აღსდგა ისევ და დაამარცხა მან მტერი, რომელიც ადამიანს ხრწნადობაში და ტკივილში ამყოფებდა. აი წინა საუბრის დროს რო ვთქვით, განსხვავება იმას შორის, ვინ არის მორწმუნე და ვინ არის ქრისტიანი. მორწმუნე ძალიან ბევრია. მე წინაზეც გითხარით, უამრავი მორწმუნე, დღეს ყველა ვინც ავდგევართ, ჩვენი სარწმუნოება გვაქვს ჩვენ. ხან სვავ მეკითხვას, აბა დაუგფიქრდით ერთი. თქვენში არსებული ის ღმერთი, რომელსაც თქვენ მოიფიქრეთ და მოიგონეთ და ყოველდღიურად არ ამოწმებთ წმინდა წერილში, სახარებაში, არ ამოწმებთ წმინდა მამათა მათი განმარტებით, ის ღმერთი ნამდვილად ქრისტეა?
ეს ხომ შეიძლება შენს გონებაში წარმოსახული იყოს, წარმოსახვაში ისე იგი შექმნილი, საკუთარი ეგოიზმით შექმნილი ღმერთი იყოს, რომელსაც იესო ქრისტესთან საერთოდ არანაირი კავშირი არ ექნება. აი, ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ ქრისტიანი ადამიანი არის ის, ვინც თქვა ასეთი რამ. და ეხლა დავიწყოთ აბა ნელ-ნელა გავყვეთ უმნიშვნელოვან საკითხებს, რომელზეც რამოდენიმეზე მინდა გავამახვილოთ თქვენი ყურადღება. ქრისტემ შეიმოსა ადამიანური ბუნება, იმიტომ რომ შენ მისნაირი გახდე. თუ კი შენი მისწრაფება, როგორც ქრისტიანის, ანუ ეკლესიაში მოსული, მის მისტიურ სხეულში მოსული ადამიანი, ვინც აქ მოვა, თუ ის არიაზრებს იმას, რომ ქრისტე რომ მოვიდა დედამიწაზე, როგორათაც მან იმოღვაწევა, მან გაგვახსენა საკუთარი თავი და გვითხრა, ადამიანო, რას გავხარ? რას გავხარ ამ წუთი სოფლის სიამესა და სიამტკბილობაში დამონებული? ნათლობის წესში მე მithქვამს და ეხლაც გავიმეორებ, ნათლობის წესში წერია ესეთი რამე თუ ვერ იტვირთე მეუფეო ეშმაკისაგან მიმძლავრებული ერის ასეთი ყოფნა, ანუ ღვთის ხატად შექმნილი ადამიანი, რომელიც ღმერთის საყვარელი არსება იყო, ეს ადამიანი რას გავს, როგორ დაკნინდა. და ისე იგი ძველი აღთქმის მანძილზე ღმერთი ცდილობდა გამოეცხადებინა ადამიანისთვის და დაებრუნებინა და ეთქვა, რომ ადამიანო რეებს აკეთებ, რას აკეთებ საერთოდ, რას გავხარ, ანაერად ცხოვრობ, რისთვის ხარ შექმნილი, გაიხსენე ეს, მაგრამ წინასწარმეტყველები, რომლებიც ამას იძახდნენ, მათ ისე იგი ხოცავდნენ, კლავდნენ და ამიტომაც იესო ქრისტეც ამიტომ მოკლეს. იმიტომ რომ ქრისტე მოუტანა კაცობრიობას და ყველა ჩვენთაგანს საოცარი თავისუფლება. რა მოგვიტანა, იცით? საოცარი მიზანი მოგვიტანა ქრისტემ. რისთვის არის ადამიანი შექმნილი და რა უნდა აკეთოს მან ამ წუთის სოფელში? როგორ უნდა აკეთოს მან ამ წუთის სოფელში? და როგორ უნდა გადალახოს მერე აი ამ ცხოვრების წესით ყველაზე დიდი მტერი სიკვდილი, რომ მარადიულობაში გააგრძელოს მან ცხოვრება და სიცოცხლე. აი ხლა ერთ რამეს გეტყვით, აი ქრისტიანი ადამიანის შინაგანი მდგომარეობით მინდა შეგახედოთ ზოგადად სამყაროს, რომელშიც ჩვენ ვართ. დღეს თქვენ იღებთ უამრავ ინფორმაციას, უსმენთ იმას, ვიღაცა არიან ადამიანები ძალიან გონიერები, ჭკვიანები, ფილოსოფოსები, მათ შორის სასულიერო პირები, რომლებიც უფრო მეტად ფილოსოფიურ მხარეს, ისე იგი ცდილობენ, რომ წარმოაჩინონ, რომ ადამიანს რაღაცა უთხრან, ადამიანი მოხიბლონ, ადამიანს თითქოს ისინი ცდილობენ, რომ ადამიანს თავისი ღირსება დაუბრუნონ, მაგრამ დასვით ერთი მთავარი კითხვა. თუ კი შენ მე რასაც მელაპარაკები, მე ვარ ქრისტიანი ადამიანი. თუ კი შენ მე რასაც მელაპარაკები, ეს მე სიკვდილს არ დამაძლევინებს, რაში მჭირდება? აი მითხარით ხალხო, მე რო ახლა სიბრძნის მეტყველება დავიწყო და რაღაცას გასწავლით, თქვენ ქრისტიანები უნდა მეუნებოდეთ, მამაო, აი ეს სწავლება, რასაც შენ მასწავლით, ძალიან ლამაზია, ძალიან გონიერია, ძალიან მომხიბვლელია ყველაფერი, მაგრამ თუ მე ისევ ჩემს გონებას და ჩემ არსებას, როგორც ადამიანისას, აქ ამ წუთის სოფელში ჩატოვებს და არ მაძლევ მე სწავლებას და იმის გააზრების საშუალებას, რომ მე გარდაცვალების მერე, ანუ სიკვდილი შემიძლია დავამარცხო და იმის იქით არ იქნება გამყვანებელი შენი სწავლება, დასვით კითხვა, აბა რაში მჭირდება? ქრისტიანებო, რაში გჭირდება ადამიანი, როდესაც ნებისმიერ ამეს ჭკვიანურს, ისე იგი ვიღაცის ლექციებს, ჭკვიანურ აზრებს, ფიქრებს, რაღაცა იმებს უსმენთ, დასვით ერთი მთავარი კითხვა. შენ რასაც მასწავლი, ან რასაც სწავლობ, ეს ყველაფერი მაძლევს თუ არა საშუალებას იმისას, რომ მე გზა მომეცეს გარდაცვალების მერე სულის ცხონებისა. თუ მე ამას არ მაძლევს ეს ყველაფერი, ისმის კითხვა, აბა რაში გჭირდება? რატო გინდა ადამიანს ეს? და აი ზუსტად ეს არის დღევანდელ წუთის სოფელში ქრისტიანებმა ეს უნდა ვახაროთ სამყაროს, იმიტომ რომ ჭკვიანი გახდა ეს წუთის სოფელი თითქოს.
ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში ვცხოვრობთ. ისეთი მომხიბვლელი ადამიანის ინტელექტი, სიჭკვიანე ვიღაცა პოლიტიკურ განცხადებებს და ანალიზებს აკეთებს აი ამ სოციალურ ქსელში, ვიღაცა სხვადასხვა რამით იწონებს თავს და ადამიანებს ეუბნება, რომ ეს არის მთავარი, ეს არის მნიშვნელოვანი, ეს. რა უნდა იყოს ქრისტიანი ადამიანის მთავარი კრიტერიუმი, როდესაც ვინმეს უსმენ, როდესაც ვიღაცას გინდა რომ ყური დაუგდო, რა არის მთავარი? აბა გაიხსენეთ, ასე ვაკეთებთ, ესე ვაფასებთ ჩვენ ნებისმიერი ვინმეს, ანუ გარკვეულწილად აზრს და ნააზრევს? არა. ჩვენ მოხიბლულები ვართ. მასწავლე აქ როგორ ვიყვე, მასწავლე ფული როგორ ვიშოვო, მასწავლე ძალაუფლება როგორ ავიღო, მასწავლე თანამდებობაზე როგორ დავინიშნო, მასწავლე სამსახურიდან არ გამანთავისუფლონ, მასწავლე რაღაცა ისეთი, რაც ამ წუთის სოფელში კარგად მამყოფებს. კი ბატონო, მე არ ვიძახი ამას, მაცხოვარი ძახის პირველად ეძებეთ სასუფეველი ცათა და სიმართლე მისი და მერე დანარჩენი შეგემატებათ. ანუ სასუფეველი ცათა ეძებეთო, სიკვდილს გადაახტითო, საკუთარ თავში სიკვდილი დაამარცხე და დანარჩენი ამ წუთის სოფელში რაც მოგეცემათ, მოეცემა ადამიანს მის სასიკეთოდ. აი მთავარი და მნიშვნელოვანი, რასაც ჩვენ ხელიდან ვუშვებთ, როდესაც ამ წუთის სოფელში ვცხოვრობთ, ქრისტიანმა ადამიანმა ქრისტეს არ ცოდნის გამო არ იცის როგორ დაამარცხოს ეს ხრწნადობა და ამ წუთის სოფლისეული, ესე რო ვთქვათ, სიჭკვიანე, რომელიც არის ამ წუთის სოფელში, მოხიბლული აი ამ სიჭკვიანი და ზოგ-ზოგი ადამიანის მართლა ჭკვიანი წელსაუკუნეების მანძილზე უჭკვიანესი ადამიანები, ფილოსოფოსები, მეცნიერები, უდიდესი ხალხი იყვნენ, მაგრამ ზუსტად მათ გამოიწვიეს ის, რომ დღევანდელ კაცობრიობას გამოსავალი არ აქვს. გელაპარაკება ადამიანი ლამას სიტყვებს, მაგრამ გამოსავალს არ გთავაზობს. მე-20 საუკუნის ეგზისტენციალური ფილოსოფია, რომელსაც სარტრი, კამიუ და ასე შემდეგ ეს ავტორები არიან, ისინი ზუსტად ამას აკეთებენ, აი სიზიფოსის მითი რო არის, თუ გაქვთ წაკითხული ზოგადად. ეს ძალიან კარგად აღწერს რას? აღწერს იმას, რომ ამ წუთის სოფლიდან გამოსავალი ადამიანო არა გაქვს. სიკვდილი მეუფებს ამ წუთის სოფელში მათი გაგებით. სიკვდილია ყველაფრის დასასრული, შენი არსებობის დასასრული. და ქრისტიანი ადამიანი კიდე რას იძახის? არა. მე სიკვდილს უნდა ვძლიო. დავსვათ ახლა კითხვა, რითი უნდა ძლიო სიკვდილს? ვინ ძლია სიკვდილს? ვინ შეძლო რომ სიკვდილზე გაემარჯვებინა და აღდგომილიყო? ეს არის იესო ქრისტე. მასთან ერთად ამ მხოლოდ და მხოლოდ შესაძლებელი ამ წუთის სოფლისეული ტკივილების, ამას წინათ რაღაცა ისე იგი სოციალურ ქსელში რაღაც დავწერე და ერთ-ერთი კომენტარი იყო ესე, რომ განა ესეთი ადვილია ეს ყველაფერი, ძალიან ძნელიაო, დიახ. ძალიან რთულია ამ ყველაფერზე უარის თქმა, ძნელია ამ ყველაფერზე უარის თქმა, მაგრამ ქრისტიანი ადამიანი ამიტომ მოვიდა აქ, რომ მან ყველაზე მეტად ეს გაიაზროს. აი მოციქულების ღვაწლი ეს არის. მოციქულებმა მთავარი რამე, მათი ღვაწლი, თავგანწირული ღვაწლი რატო იყო? იმიტომ რომ ისინი ვერ აჩერებდნენ მაგათ. დღეს პავლე მოციქულმა რა გითხრა, რამდენჯერმეო ქვით ჩამქოლესო, ისე იგი საპყრობილეებში იყო, საშინლად დევნიდნენ, შეურაცხყოფდნენ, აგილებდნენ, ლანძღავდნენ, მაგრამ გახარებული იყო ადამიანი, იმიტომ რომ მან იცოდა რომ თავარი ტერი დამარცხებული იყო. ეს არის ბიოლოგიური სიკვდილი, რისიც ადამიანებს პანიკურად ეშინიათ. და ეხლა ვსვავთ კითხვას, ნახეთ, ქრისტიანო ადამიანებო, რა გვითხრეს კიდე მოციქულებმა ყველაზე მთავარი? გვითხრეს ის, რომ ადამიანის არსებობის ყველაზე მთავარი, ჩვენი აქაური არსებობის გააზრების ყველაზე მთავარი ის არის, რომ მე მარადიულობა გავიაზრო, რომ მე ვარ მარადიული არსება, სასუფევლის მოქალაქე ვარ. და მერე უკვე ნახეთ, როდესაც მე მთავარი განსაზღვრე, მაშინ უკვე დანარჩენი მცირე საკითხებსაც, რომელსაც ჩვენ აი ახსარებაზე ხან რო გიყურებთ ხოლმე, აი მართლა გეუნებით, აი ცრემლი მომდის უბრალოდ. როდესაც გიყურებთ ეს წუთის სოფელი როგორ გტანჯავთ,
როდესაც გიყურებთ, რომ ამ წუთის სოფელზე როგორ ხარ დამოკიდებული, რომ რაღაცას წაგართმევთ, მერე რაღაცას მოგცემთ, მერე რაღაცას მთლიანად წაიღებს, იმდენად ხარ ჩაჭიდებული აი ამ წუთის სოფელს და ამ წუთის სოფლის სულისკვეთებას და ადამიანებს წირეოდენი დანაკარგი და მოშლილი ხარ თავიდან ბოლომდე. რატომ? იმიტომ რომ თავარი არა მაგ გადაწყვეტილი, რა არა მაგ გადაწყვეტილი. მოციქულებს სიცოცხლე არ უნდოდათ? როგორ ფიქრობთ, პავლე მოციქულს სიცოცხლე არ უნდოდა? რა რჯიდა ახლა ამ ადამიანს, რომელმაც ქრისტეს სიტყვას გადაგებდა და უდიდესი, უმწარესი ცხოვრება გაატარეს მას, ქრისტეს მსგავსი ცხოვრება გაატარეს მას, საშინელი მდგომარეობა გაიარა ამ ადამიანს, რა რჯიდა მას? რატომ აკეთებდა ამას? იმიტომ რომ ჩვენამდე მოსულიყო ეს, რომ ამ წუთის სოფელმაო არ გატკინოთ არაფერიო. შვილს რო წაგართმევს გვერდიდან, რომ ანუ გარდაიცვლებაო ადამიანი, შენ თუ შენში სიკვდილი დამარცხებული არის და შენ იესო ქრისტეს ღმერთობისა გჯერავს და მასთან ერთად ცოცხალი ურთიერთობა გაქვს, შენთვის ეს ზღვარი არის სხვაგვარი და სხვანაირი. მაგრამ გარდაიცვლება ვინმე, ან საკუთარ თავზე გავიგებთ რაიმე ისეთ დიაგნოზს, რომელიც შეიძლება კონდეს ადამიანს, ან ვიღაცა აი ამ წუთის სოფლის, როგორ გითხრათ, აი თოჯინების თეატრი რო არის და ხელით რო უჭირავთ ესე და რასაც უნდა რო აკეთებინებენ ადამიანსა თოჯინას, აი ესე გვათამაშებს ამ წუთის სოფლის სულისკვეთება. როცა უნდა რომ გავიღიმოთ, გაგვაღიმებს, როცა უნდა რომ ბედნიერი ვიყოთ, გაგაბედნიერებს, როცა უნდა შენ რაღაც ზედმეტი მოგივიდა, იმ წუთში დაგამწუხრებს, რაღაცას წაიღებს, რაღაცას წაგართმევს, იმიტომ რომ იმან მოგცა, ანუ ღმერთმა წაიღო იობი იძახის, ეს ყველაფერი ჩემთვის არაა მნიშვნელოვანი. აი ეს არა გვაქვს, სიკვდილი არ არის დამარცხებული და ამიტომ ნახეთ, როცა მთავარი არ არის ჩვენში, მთავარი არ არის მოგვარებული, რა გვემართება მერე? მცირე საკითხებში ვართ, მაგას გეუბნებით, აი გამწარებულები ვართ. ვაიმე იმან ესე მითხრა ოჯახში, ქმარმა ესე მითხრა, ცოლმა ესე მითხრა, დედამთილმა ესე მითხრა, მამამთილმა ესე მითხრა, მეზობელმა ესე მითხრა, რა გავაკეთო? აი რო უყურებ ადამიანს, ფიქრობ, კაცო, სად არის ღმერთი? სად არის შენში ღმერთი, რომელმაც ძალა უნდა მოგცეს, რომ ეს ყველაფერი გადალახო, უნდა თქვა, რომ ეს არ არის მნიშვნელოვანი, ეს არ არის არსებითი და მნიშვნელოვანი. და ამიტომაც ჩვენ აი სხვებთან ურთიერთობა ყოველდღიური, მერე სწავლა განათლება ჩვენთვის მნიშვნელოვანი ხდება, ვერ მიიღო განათლება წუხს ადამიანი, სამსახურში პრობლემები თავიდან ბოლომდე, იმან ესე, ამან ესე, ესე რატო, ის რატო, ამდენ სამუშაობ, ცოტას მიხდიან, იმას მიხდიან, ამას მიხდიან, ოჯახში ხო აღარ არის ლაპარაკი, ოჯახში აღარ არის ლაპარაკი ხალხო. ჭამენ ადამიანები ერთმანეთს და ქრისტიანი ადამიანები ხალხი არ ხართ. ვერ რიგდება ქრისტიანი ადამიანი საკუთარ ოჯახთან ვერ რიგდება, ვერა. მოთმინების უნარი არ აქვს, რატომ არ აქვს მოთმინების უნარი? იმიტომ რომ ქრისტემ მოითმინა, ქრისტემ აპატია, ქრისტემ შენდობა მისცა, ქრისტე მოწყალია, ქრისტე დამდაბალია, ქრისტე ისე იგი მორჩილია. ესენი არაფერი არ გაგაჩნია შენ. ქრისტე რომ მოვიდა საკუთარი თავი ჩვენ გაგვახსენა, რომ ხალხო თქვენა შექმენით მე როგორიც ვარ ეგეთი, ანუ ღვთის ხატად ხართ, ჩემ ხატად ხართ შექმნილები. და როდესაც ქრისტეს ემსგავსები ცოტათი, აი რომ მიუახლოვდები, მართლა რეალურად ცოცხალი ურთიერთობა რო გაგღმერთთან, მე ხვდები რომ აიმე რაღაცა თავისუფლება მოვიდა. აღარ მაღიზიანებს ამ ჩემი ოჯახის წევრის რაღაცა ნათქვამი. კიდე კაი ჯერ კიდე აღსარებაში მაგას წერთო, ერთიანად ყველა მაგას წერთო, სახარების კითხვა მიჭირს, სახარებას ვერ კითხულობ, ხალხო აბა რას კითხულობთ, გამაგებინეთ ერთი. რითი გინდათ იცხოვროთ, რითი გინდათ ქრისტიანები იყოთ, ხალხი არ ხარ? იქნებ თქვენ გონებაში კიდე სახარების გარეშე შეიძლება სულ სხვა კერპია აშენოთ საკუთარ გონებაში, ის ქრისტე არ იქნება.
თქვენ ეს კერპი გყავთ აშენებული საკუთარ თავში და მას ემსახურებით უბრალოდ. ვემსახურები ამან დამავალა კვირას წირვაზე უნდა ვიარო, სანთელი დავანთო, მერე დავიჩოქო, მერე წამოვდგე. ამ გარეგნულ რელიგიურ მსახურებაში ვემსახურები ამ ჩემ კერპს და მისგან ველოდები გარკვეულ რაღაცა, ისე იგი, ამ წუთის სოფელში წარმატებას. ქრისტიანობა ქრისტეს ბაძვაა. ქრისტე მოვიდა და საკუთარი თავი გაგვახსენა, გვითხრა, ხალხო, რას გავხართ? დათა თუთაშხიაში რო არის, გაიხსენეთ ზუსტად ეგრევია. რას დაგამსგავსათ იმან, რა ქვია, თაბაგარმაო. და ის რო ყავთ ხელმძღვანელი, ვინც არის მათი, მისი. რას დაგამსგავსათო, თუთაშხია დგას და უნდა რას გავხართ, ხალხო და გაიხსენეთ ის ხალხი როგორ დგას. აი მე არ წამიყვან სამსახურში, ვაიმე და რო დაჯდება, რო დატოვებენ სამსახურიდან და ტირის ეს აი ამ მდგომარეობაში ვართ, უბრალოდ უფრო შეიძლება ვთქვათ კომფორტულად. მაგრამ ანუ ჭაბუ ამი რეჟიმმა ეს ადამიანი შინაგანი მდგომარეობა აღწერა. ასეთ მდგომარეობაში ვართ. და როგორც დათა თუთაშხი ეუნება, რო ვეღარ მოითმენს და ეუნება, რომ ხალხო რას გავხართ, თუ იცით. რას დაგამსგავსეს, რას გავხართ. ესია ქრისტე მოვიდა და გეუნება, რას გავხართ, ხალხო. რას დაგამსგავსათ აი ამ წუთის სოფელმა და ამ წუთის სოფლის ისე იგი სულისკვეთების ადამიანებმა, ვინც მართავენ გარკვეულ ძალაუფლება გააჩინა და მართავენ პროცესებს. რითი შეიძლება ამის დამარცხება? მხოლოდ და მხოლოდ ამით შეიძლება ქრისტესთან ერთად არის შესაძლებელი გაიხსენო ადამიანმა, რომ იმდენად უყვარ ვარ მე ქრისტეს. იცით როგორ უყვარს ადამიანი? რომ საკუთარი თავი არ დაინდო ღმერთმა, რომელსაც არაფერი, წარმოიდგინეთ პავლე მოციქულიძახის, ისე იგიო, მართლისთვის არავინ მოკვდებაო, მართლისთვის თავს არავინ არ დადებსო. ბოლოს ვისთვის გაწირეთ საკუთარი თავი, საკუთარი დრო, საკუთარი ენერგია, საკუთარი თავი ბოლოს ვისთვის გაწირეთ? თქვენი ოჯახის წევრისთვის, ახლობლისთვის, ალბათ თითებზე ჩამოსათვლელი იქნება. ღმერთი, რომელიც თვითკმარი იყო თავის არსებაში, მოდის სამყაროში, სადაც არავინ არ ელოდება და ვისთანაც მოვიდა, მისგან სიკვდილი მიიღო საკუთარ თავზე. რომ ჩვენ დღეს გვეცოცხლა, დღეს ჩვენ სიკვდილის შიში არ ქონოდა, დღეს ჩვენ გვცოდნოდა როგორები უნდა ვიყვეთ, რომ ადამიანური უმაღლეს ხარისხს მივაღწიოთ. დღეს ადამიანს როგორ არის, იცი, იმდენად მცირეზე ვართ, აი რა მინდა ვთქვა, იცი, თუ კი მე ეს არ მაქვს, რომ მე ესე რო ვთქვათ, ანუ ღმერთს უნდა მივემსგავსო. გახსოვდეთ ხალხო, ჩვენი აქ მოსვლის მიზეზი ისიც კი არ არის, რომ კარგი ადამიანები ვიყვეთ. მიხვდით, ანუ კარგი ადამიანობა კიდე არ არის ის მაღალი მიზანი, რომელმაც ჩვენ აქ მოგვიყვანა. ზნეობრივი ადამიანები რო ვიყვეთ, ეგეც კი არ არის ჩვენი მაღალი მიზანი აქ. იმიტომ რომ იცნობ თუ არ ადამიანებს, რომლებიც შეიძლება ზნეობრივად უწესიერესები იყვნენ, მაგრამ უღმერთოები იყვნენ. მე დარწმუნებული ვარ, გინახავთ ესეთი ადამიანები, გინახავთ ადამიანები, რომლებიც უჭკვიანესები არიან, მაგრამ უღმერთოები არიან, გინახავთ ადამიანები, რომლებიც ამ წუთის სოფელში წარმატებულები არიან, ფული აქვთ, გავლენა აქვთ, ძალაუფლება აქვთ, მაგრამ უღმერთოები არიან. და ჩვენ როდესაც აქ ჩვენ მოვედით უფრო დიდი მიზნისთვის. იმისთვის კი არა, რომ რა თქმა უნდა ეს მოიცავს ამას, კარგი ადამიანიც უნდა ვიყვე, ზნეობრივიც უნდა ვიყვე, გონიერიც უნდა ვიყვე ადამიანი, მაგრამ ეს არ არის მთავარი მიზანი. დაიმახსოვრეთ, გთხოვთ, დღეს მოციქულებმა ეს გვითხრეს. მოციქულთა მოწოდება არის ეს, ხალხო, არა მხოლოდ ზნეობრიობები, ჭკვიანები, გონიერები, წესიერები უნდა იყვეთ, არამედ ქრისტეს უნდა ბაძავდეთ. ქრისტეს უნდა ბაძავდეს ადამიანი. მის თვისებებს უნდა ბაძავდეს და მისი თვისები, იმიტომ რომ მის მსგავსათა ვართ ჩვენ შექმნილები.
და როდესაც ჩვენ საუბრობთ და წარმოიდგინეთ ისეთ იმაზე, აი დღეს არის პროტესტანტული სულისკვეთება ნელ-ნელა როგორც ვატყობ, აი ესე შემოდის პროტესტანტული სულისკვეთება ეკლესიის წიაღში ძალიან შემოდის, იმიტომ რომ ეკლესიის პროტესტანტული სულისკვეთება რა არის? არაფერი სიღრმე არ გინდა. შენ დაიჯერე რომ მარტო იესო ქრისტე ღმერთია და უკვე გამოხსნილი ხარ. დიდად არ გინდა არაფერი, დიდად შენ არ გჭირდება ბევრი არაფერი და ნახეთ ყველაზე მთავარი რა არის? განსხვავება ეს არის ყოველთვის მართლმადიდებელ ეკლესიის განსხვავება დანარჩენ თუნდაც პირველ რიგში ქრისტიანულ სხვა დენომინაციებთან იყო ერთადერთი ყველაზე მთავარი და რა? რომ მართლმადიდებელ ქრისტიანს მოწოდება ჰქონდა ძალიან მაღალი და რა მაღალი? მე ქრისტეს მსგავსი უნდა გავხდე. აი ეს არსად არ არის. არც ერთგან არ არის, არსად არ არის ეს სწავლება. არც სხვა რელიგიებში არ არის. არსად ესეთი აზრი არ გამოთქმულა არასოდეს. მართლმადიდებელი ეკლესია იძახის არ წევს ამ თამასას დაბლა, თუმცა დღეს ეკლესიის წიაღში ზოგი სასულიერო პირიც კი ბაჩორის მაღალი იერარქებიც არ ეთანხმებიან ამას. არ ეთანხმებიან ამას, იძახიან ამ მთავარი ადამიანი, კარგი ადამიანი იყოს, ზნეობრივი იყოს, კეთილი იყოს, ის იყოს და ჩვენ თუ ამ თამასას ჩამოვწევთ დაბლა, დამიჯერეთ მართლმადიდებლური შინაგანი სულისკვეთება აუცილებლად დასრულდება. და შეუძლებელი იქნება ადამიანმა ის ქრისტეს მოსვლის მთავარი მნიშვნელობა როდისმე გულისხმაყო. ეხლა კითხვას გისვამთ. ქრისტეს ბაძვაზეა ლაპარაკი, იცნობთ, ვის უნდა მიბაძოთ? იცნობთ ქრისტეს? არ იცნობთ. ყველაზე მეტად ბოროტმა იცის, რომ აი აქ არის, ყველაზე დიდი საფრთხე, რომ ქრისტიანი მართლა მორწმუნიდან ქრისტიანად იქცეს, წმინდა წერილის, სახარების კითხვა არის და მისი გააზრება არის მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში 2000 წლოვანი წმინდა გამოცდილებით შეხედვა ამ წმინდა წერილის. აი სად არის ყველაზე მაღალი რამ. ადამიანს კიდე, ეს არ უნდა. ადამიანს ეს ეზარება. გვახსოვდეს ესეთი რამ, რომ ჩვენ მართლა ამის გამო მოვედით ტაძარში. ჩვენ მოვედით იმის გამო, რომ ჩვენ ქრისტეს მსგავსები გავხდეთ. და რაც არ უნდა გარეგნულად ჭკვიანურ აზრებს ისე იგი უსმენდეთ გარეთ, ერთი რამ გახსოვდეთ, რომ ადამიანის ყველაზე მაღალ დანიშნულებას და მოწოდებას ქრისტეს მიმსგავსება გვაძლევს მხოლოდ და მხოლოდ. ქრისტეს მიმსგავსება, მის ხატად შექმნილი ადამიანის მსგავსებად ქცევა ღმერთისა. და აი ამას ნახეთ როგორ არის ბოლო თქვათ და დავასრულოთ. ამას გაურბის ადამიანი. არ უნდა ადამიანს ეს. არ უნდა. და ნახეთ რას ეუნებიან ადამიანს მერე. არ გინდა შენეგ. მაშინ მოდი ჩავიკარგოთ ამ წუთის სოფელში. და რას აკეთებს ადამიანი? ყოველდღიურობაში აკეთებს ამას, რომ როდესაც განღვთობის გზას გადაუხვია და ქრისტეს ბაძვის მთავარ გზას გადაუხვია ადამიანმა, შემდეგ აუცილებლად მოდის რა? შინაგანი სიცარიელე. ადამიანი ქრისტეს თუ არ ბაძავს, ის რაც არ უნდა გარეგნულად ბედნიერად ჩანდეს, ის ცარიელია შიგნით, იმიტომ რომ ქრისტესაგან ღმერთისგან შექმნილ ადამიანს არ შეუძლია ღმერთის გარეშე ყოფნა და იმ ღმერთისა კი არა მე რომ მოვიგონე და კერპად ამყავს ქცეული, არამედ თამდაბლად შემეცნება ქრისტესი ის არის, რომელიც და მისი ბაძვის სურვილი და მისი ყოველდღიურად მიმსგავსების სურვილი არის, რომელიც ადამიანში არსებულ სიცარიელეს ავსებს. ამიტომ ვართ ცარიულები. ამიტომ ვართ იმუნიტეტის გარეშე სულიერი. ამიტომ ვართ ძალიან სუსტები, ამიტომ ადვილია ჩვენი წაქცევა, ამიტომ ადვილია ჩვენი გზიდან გადახვევა.
და მთავარი ჩვენი არის, ანუ ნახეთ, მთავარი ჩვენი მიზანი არის განხრთობა, ანუ ქრისტეს ბაძვა. ამის გარეშე რაც არ გინდა, რითიც არ გინდა ავსოს ადამიანმა, შინაგანი ამას ვერ გამოავსებს, გამორიცხულია. ვერასოდეს მოვა ის ბედნიერება, რომელსაც ეძებთ, ვერასოდეს მოვა ის სიმშვიდე, რომელსაც ეძებთ, ვერასოდეს მოვა ის სიხარული, რომელსაც ადამიანი თავდაუზოგავად ეძებს ამ წუთისობაში, არ მოვა, ვერ მოვა. იმიტომ რომ ის ადგილი, რომლის შევსებასაც ჩვენ ვითხოვთ და რომლის შევსების მერე შეიძლება ადამიანმა მართლა ბედნიერება იგრძნო, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ქრისტეს ადგილი. და თუ დღეს ჩვენ განვიცდით ზუსტად აი ამ სიცარიელეს და მართლა განვიცდით, იმიტომ რომ ეს წუთისოფელი ლერწამივით კვტეხავს წელში და მასთან არანაირი გამკლავების, არანაირი ძალები არ გაგვაჩნია ჩვენ. ეს იმიტომ რომ цаრივლები ვართ. და ყველაზე ცუდია, წინაზეც გითხარით, ყველაზე ცუდია, როდესაც ადამიანს გონია, რომ სავსეა, არადა цариელია. ის ადგილი, რომელიც ქრისტემ უნდა შეავსოს, ის цариელია. და დაცარიელებული ადამიანი კიდე ნამდვილ ბედნიერებას, სიხარულს, სიმშვიდეს, რაღაცა სისავსეს ვერ განიცდის, არ არსებობს და ამიტომაც შემდეგ რო არ იცის რას ეძებს და დეზორიენტირებულია ამ წუთისობაში, იმიტომ რომ მთავარ გზას მოწყდა. ღმერთის ბაძვის, ანუ ქრისტეს ბაძვის მთავარ გზას რომ მოწყდა ადამიანი, შემდეგ დაიწყო ამ კვაზი სამყაროს, კვაზი ბედნიერების, კვაზი, ესე იგი, სიხარულის და სისავსის მსახურება. და რა მეთოდით დაიწყო? რას აკეთებს შემდეგ ადამიანი? აკეთებს იმას, რომ არასოდეს არ დარჩეს მარტო დარჩენა არ უნდა, იმიტომ რომ რაღაც უნდა ხმაურობდეს, მარტო დარჩენა ამ სიცარიელეს მოკლედ ახსენებს და ახსენებს ადამიანს, წავა ადამიანი, იქ მუშაობს, აქ მუშაობს, სამგან მუშაობს, ოთხგან მუშაობს, დაღლილი მოვა, დაქანცული მოვა, ოღონდ ჩართავს სოციალური ქსელი, პოლიტიკა, ეკონომიკა, ყველაფერი რაც კი შეიძლება ადამიანმა გამოიყენოს ვიღაცა ჭკვიანი ადამიანების პოდკასტებს, იმას, რასაც მარადიულობასთან არაფერი კავშირი არ აქვს. ეს არის ის, რაც ამ წუთისოფელში ორიენტაციას გაძლევს უბრალოდ. სასუფეველის გზიდან გადახვეული, დეზორიენტირებული ადამიანი აი ამ კვაზი სამყაროში, რო შეიქმნას საკუთარი კვაზი ბედნიერება და სისავსე, აი აქ ეძებს, აი ამ ამების კეთებაში ეძებს შემდეგ ის, აი ამ ბედნიერებას და სისავსეს. მერი არ ყოფნის ადამიანს ეს, ხვდება რომ ეს საკმარისი არ არის, იმიტომ რომ კიდე გეუნებით ის სიცარიელე არ ამოივსება, ვერ ამოივსება ვერასოდეს. იმას ქრისტე ჭირდება, იმას ქრისტეს ბაძვის გზა ჭირდება, მხოლოდ იმ გზაზე სიარულით შეიძლება რომ ადამიანმა გული გამოავსო მხოლოდ და მართლა ბედნიერება და სიხარული ესე იგი იგრძნო. რამდენია ჩემს გარშემო აი სამსახური არ მაქვს, თორე ესე იგი აი სამსახურის იშოვეს. ეკონომიურადაც წამოიწივნენ და ზოგი ისე წამოიწია, რომ რასაც არ ელოდებოდა. თანამდებობებიც მიიღეს ჩემს გარშემო უამრავმა ადამიანმა, მაგრამ ერთი ერთზე საუბარში ყველანი გძნობენ ერთ რამეს და იძახიან, ეს ის სიცარიელე ისევ სიცარიელედ დარჩა. რო გეგონა რომ ამ წუთისოფლის რაიმე მოქმედება ამ წუთისოფელში იმ სიცარიელეს ამოავსებდა, ის ამ სიცარიელეს ვერ ავსებს. მაგრამ როდესაც შენ მთავარს არ მოწყდები, როდესაც შენ ყოველდღიურად მისხალ ქრისტეს შემეცნებას ცდილობ წმინდა წერილში, მამათა გამოცდილებაში, ლოცულობ და შენ ტკბილ ქრისტეს ესაუბრები, მარხულობ რომ ეს მარხვა არის ზუსტად ის, რომ მე აღებული, ანუ მცნება, მოცემული მცნება რომ შევასრულო, ეს არის ღვაწლი მცნების შესრულებისა, მარხვის ყველაზე ფართო გაგება, რომ შევედი ქრისტესთან და რაღაცა დამავალა, გარეთ გამოვედი და ამისი აღსრულება დავიწყე და ამის აღსრულება ღვაწლი არის და ამას ფართო გაგებით მარხვა ქვია. ანუ დამარხვა საკუთარი ძველი ადამიანისა და ახლის დაბადებისა, ახალი რამის კეთებას ვიწყებ, იმას რისი კეთებაც მანამდე არ ვიცოდი და არ მიკეთებია.
და ჩვენ მხოლოდ ერთი რამე განგვასხვავებს, მოვდივართ თითქოს ახსარებას ვამბობთ, საიდუმლოებებში ვიღებთ მონაწილეობას, ვეზიარებით. აი განსხვავება ჩვენს სანამ აქ მოვიდოდით და დღეს როგორებიც ვართ. თუ კი ჩვენ არ გავიგებთ ერთ რამეს, შევიცვლებით მხოლოდ მაშინ, როდესაც ქრისტეს მიმსგავსება იქნება ჩვენთვის ყოველდღიური მოღვაწეობის, ყოველდღიური მისხალ ამისთვის შრომის და ღვაწლის უნარი. აი ეს არის მთავარი, რაც უნდა იყოს. და როდესაც შენ ამას არ მოიკლებ, როდესაც შენ ქრისტეს მსგავსებას ყოველდღიურად ცდილობ, შემდეგ უფალი მოგცემს აქ რაც არის მოსაცემი. მერე საშიში აღარ არის შენთვის, აღარც თანამდებობა. საშიში არ არის შენთვის, არც შეიძლება ისე იგი მატერიალური კეთილდღეობა. საშიში აღარ არის შენთვის, არც განათლების მიღება. საშიში აღარ, იმიტომ რომ ყველაზე განათლებული ადამიანები, განათლებული არა, ნასწავლი და მცოდნე ადამიანები იყვნენ, რომელთაც ამ ეს წუთისოფელი ხშირ შემთხვევაში ზურგზე დააგდეს. და ყველაზე დიდი ბოროტება გაუკეთეს შეიძლება ადამიანს ყველაზე მთავარი და ამ წუთისოფელს. მათი მეცნიერული იქნება თუ სხვადასხვა კვლევები თუ აზრის კვლევით, გონების მოგზაურობით ჭეშმარიტების ძიებაში ისეთი მიმართულება მისცეს ადამიანურ გონებას თითქოს ჭეშმარიტების ძიებაში საერთოდ გამოფიტეს ადამიანი. მონათაქციეს ადამიანი, საკუთარი თავისუფლება გააყიდინეს ადამიანს. ყველაზე საშინელი რამ გაუკეთეს შეიძლება ადამიანს და ზოგადად სამყაროს, მაგრამ აი ქრისტიანობა თუ კი შენი მთავარი მიზანი ყოველდღიურად არის ის, რომ ისე იგი ღმერთს ბაძავდე, ანუ ქრისტეს ბაძავდე, ამას განღმრთობა ქვია. ხშირად რო ეტყვი ადამიანს ამ განღრთობას, მაგას გონია რომ რაღაცა იმებში, ისე იგი რაღაც ეს ტერმინი აშინებს დღევანდელ ადამიანს. განღმრთობა არის ის, რომ შენ ქრისტეს მსგავსი გახდე ყოველდღიურად, გაიცნო ქრისტე და მისი მსგავსება შეძლო, რომ მისი მსგავსება აღასრულო, იმიტომ რომ ქრისტე გეუბნება, რომ მე შენში პოტენციალში ჩავდე, რომ შენ შეგიძლია ჩემნაირი გახდეო. და თუ კი ადამიანი ამას ყოველდღიურად აღასრულებს, მაშინ აღარ არის საშიში მისთვის დანარჩენიც. კონდეს მას განათლება, ანუ იყოს ნასწავლიც იყოს ადამიანი, მოусმინოს სხვა რამესაც. ისაუბროს და იმსჯელოს ამ ქვეყნის კეთილდღეობაზე. რა არის მნიშვნელოვანი ამ ქვეყნისთვის, ხვალდაზე ადამიანისთვის, ქართველი ადამიანისთვის, ქართული სახელმწიფოსთვის, რა ასეთ ადამიანის ხელში, ვინც ყოველდღიურად ქრისტეს ბაძვას ცდილობს, აღარაფერი აღარ არის საფრთხე. იმიტომ რომ მან მთავარი, მას ენდობა უკვე ეს ყველაფერი, იმიტომ რომ მისთვის პირადი სარგებელი არაფერს არ ნიშნავს. ის უკვე მთავარზე ფიქრობს, რომ ქრისტეს მიუბაძო ყოველ დღე ყველაფერში შევეცადო. და ადამიანი, რომელიც წარმოიდგინეთ ამაში, აი ხო გეუბნებით, აი უნდა რომ ეს სიცარიელი ამოისოს, შემდეგ იწყებს რა? ხშირად ვსვავთ ხოლმე კითხვა, საიდან ნარკოტიკები, ჩემმა შვილმა ნარკოტიკების მოხმარება დაიწყო, ჩემმა შვილმა და ჩვენმა ახალგაზრდებმა მოკლედ მიეძალნენ გამართობელ თამაშებს და ასე შემდეგ, წამლების მოხმარებას, ანტიდეპრესანტები, ფსიქოტროპული წამლები და ეს საშინელება ტრიალებს ერში. რატომ? ეს არის ის, როდესაც ადამიანს საკუთარი სიცარიელის ამოვსება უნდა. და გვერდზე ყავს ბჭყალებში მეგობრები, ვითომ ჭკვიანი მეგობრები, რომლებიც ეუბნებიან, რომ შესაძლებელია მაგ სიცარიელის ამოვსება. თავ დავიწყებით, დაივიწყე საკუთარი თავი, რომ ეგ სიცარიელი აღარ გაგახსენდეს. და აი ჩვენი ახალგაზრდობაც და ესე დარაზმული ერთად და სამწუხარო რა არის ნახეთ, მათ შორის ჩვენი შვილებიც. ხალხო, ეკლესიის წევრი, ეკლესიაში ყოველ კვირას ქრისტიანად მყოფი მშობლების შვილებიც კი ამას აკეთებენ. რატომ? დასვით კითხვა, რატომ? რა თქმა უნდა, პიროვნული პასუხისგებლობა. ადამიანი თვითონ იღებს იმ ცოდვაზე პასუხისგებლობას. ეს არ არის, რომ აი ძველი გამოთქმა პაპის ნაჭამმა ტყემალმა შვილიშვილს მოსჭრაკვილებიო, მაგრამ მე გეტყვით, რატო ხდება ეს? იცით რატო ხდება? მშობლები
ან ოჯახის წევრი, რომელიც წლებია ქრისტიანია, მანაც კი არის ის ატო არის ქრისტიანი. აი რაზეც ახლა დღეს საუბრობ. ვერ ხედავენ ჩვენი შვილები, რომ ჩვენ თავს ვწირავთ ყოველდღე, შრომობთ, გვტკივავ, ნერვიულობთ იმისთვის, რომ ქრისტეს მიმბაძველები გავხდეთ. არ გეწყინოთ, მაგრამ ჩვენი შვილები ყოველდღე ჩვენს ფარისეულობას უყურებენ. ჩვენს მიერ შექმნილი გარკვეული ღმერთის, რომელიც კერპად გვექცა უკვე იმის მსახურებას უყურებენ. გან არ არის აუცილებელი სანთელი დავანთე, საკმეველი დავანთე, ყველაფერი რაც მშვენიერებას შეადგენს მართლმადიდებელი ეკლესიისა, მაგრამ არ შეიძლება ეგ იყოს მნიშვნელოვანი და მთავარი. სანთელ, საკმეվել სანთებ, თუ ლოცულობ, თუ რასაც აკეთებ, რომ მოტრიალდები შენ შვილთან პირისპირ, დაანახე, რომ შენ ქრისტეს მსგავსებისკენ მიდიხარ. და დაანახე იმ ბავშვს აგრძნობინი ახალგაზრდას, რომ ვაიმე მამა ჩემი ნახე რა, როგორ ბაძავს ქრისტეს, როგორი სხვანაირია მამა ჩემი. და აი მაშინ გაუჩნდება იმას, რომ ვა მამა ჩემი სხვა რამით ივსებს ამ სიცარიელეს. მაგრამ იქამდე სანამ შენ გიყურებს ადამიანი, რომ არანაირად ამ სიცარიელის ამოვსება არ გინდა და უბრალოდ ფორმალურია მხოლოდ და მხოლოდ შენი ქრისტიანობაც, შემდეგ როდესაც გარეთ გადის, მას უფრო შენზე ჭკვიანურ ბრჭყალებში, შენზე უფრო ისე იგი მისთვის მისაღებ პასუხებს სცემენ და მოუწოდებენ სხვა რამისკენ და აი შვილები გვეკარგება ამის გამო. ამ სიცარიელეს ჩვენი შვილები სულ სხვაგან და სხვა ფორმით ივსებენ, ისინი ქრისტეს მიბაძვით კი არა. იმიტომ რომ მაგალითი არ ყავთ ამისი, არ ყავთ მათ მაგალითი, ამის ცოცხალი მაგალითი მათ არ ყავთ. ჩვენ რომელიც ჩვენი სახით უნდა იყოს. მე პირადად არ ვარ ჩემი შვილებისთვის ისეთი მაგალითი ქრისტეს ძიებისა, ყოველდღე მოთმინებისა, გულმოწყალებისა, თამდაბლობისა, სიმშვიდისა, მორჩილებისა, სიყვარულისა, მეგობრობისა, საკუთარი სინდისის ხმის მოსმენისა, გასუფთავებისა არა ვართ ჩვენ ამისი მიმცემები და ჩვენ ისე იგი გვიკვირს, მერე როდესაც გვინდა ვინმე დამნაშავე ვიპოვოთ, ყოველთვის გარეთ ვეძებთ ამ დამნაშავეს. და ამიტომ უნარო ადამიანი თვითონ, რომელსაც უნარი არა ქრისტეს ბაძვისა და ამ მაგალითის მიცემისა საკუთარი შვილისთვის და ახალგაზრდებისთვის, შემდეგ ითხოვს უკვე სხვა რაღაცას, რომ ესე გააკეთეთ, ანუ გარემოს შეცვლას ითხოვს, რომ ჩემმა შვილმა, მოკლედ მე არაფერი შემიძლია და დაცული მაინც იყოს რაღაცებისგან. აი ეს არის დღევანდელი ჩვენი ყოფა და ცხოვრება. მოციქულთა მაგალითი დღეს არის საოცარი მაგალითი იმისა, რომ ადამიანი რითი უნდა იყოს შინაგანად მდიდარი და ის სიცარიელე რითი უნდა ამოივსო ადამიანმა, რომ მხოლოდ და მხოლოდ ქრისტეთი ხდება ამ სიცარიელის ამოვსება. აი მოციქულებმა რა მოგვიტანეს ჩვენ. ესენი იყვნენ ქრისტეს მოცემული მცნებების ყველაზე ახლოდ მომსმენი და მისი პრაქტიკაში განმხორციელებლები და ისეთები აღმოჩნდნენ ეს 12 მოციქული, რომელიც მე-12 შემდეგ იქნა გამორჩეული მატათა მოციქული. ამ 12 მოციქულმა იმდენი მოღვაწევა, რომ 2026 წელს აი აქ პატარა სოფელ არბოში ჩვენ ვდგევარ და ისევ ქრისტიანობაზე და ქრისტიანულ სრულყოფილებაზე ვლაპარაკობთ. მიხვდით? აი ეს არის ნამდვილი შინაგანი ქრისტიანის ძალა და ჩვენ ყველა შეგვიძლია ასეთები ვიყოთ. ოღონდ უნდა ვიყოთ ნამდვილად ქრისტეს მიბაძვით, ანუ განღმრთობით, რომლის აზრის და მნიშვნელობის მატარებელი არის დღევანდელი დღე. ღმერთმა ჩვენი დიდი მოციქულების, პეტრესი და პავლეს ლოცვითა და მეოხებით მოგვანიჭოს აი ამ სიცარიელის ამოვსების სურვილი. ძნელია, ზუსტად ძნელია, მითხრეს ასე, რომ აი ძნელია, რთულია, რაღაცა ესეთ ადვილი ის არის, რაზეც ვილაპარაკეთ. ადვილი ეგ არის. მაშინ ვასწავლოთ ჩვენ შვილებს, ჩვენც ვიცხოვროთ ჯვარი გვწერი ეგრე ადვილად,
და ჩვენ შვილებსაც ვასწავლოთ ეგეთი ადვილი ცხოვრება. და მაშინ მერე შედეგებზე გული ნუ დაგვწყდება ჩვენ. და ყველაზე დიდი შედეგი კი ამის იქნება, როდესაც ამ წუთის სოფლისეულ სიცოცხლეს დავასრულებთ ბიოლოგიურს და როდესაც ზღვარი იქნება სიკვდილთან მიახლოებისა, აი მაშინ მიხვდება ადამიანი იმ სიტყვებს, რომელზეც ახლა ჩვენ ვსაუბრობთ. ის სიცარიელე რო უფრო დაგიცარიელდება, რაზეც მთელი ცხოვრება ზრუნავდი, ის ყველაფერი რო ხელიდან გამოგეცლება, ის ხო რაღაცა მშვინვიერ ნაწილს ხო მაინც გივსებდა, ის მშვინვიერი ნაწილიც რო დაგიცარიელდება, აი მერე მიხვდები, რაზე არის საუბარი, რომ ქრისტეს აქვს მხოლოდ და მხოლოდ შესაძლებლობა, ქრისტეს ბაძვას აქვს შესაძლებლობა, რომ ადამიანის ყველანაირი სიცარიელი ამოავსოს. და ჩვენი ახალგაზრდებიც აქვს, ვინც არიან სტიქაროსნები და ისინი აი ამას უნდა ხვდებოდნენ, ყველა ამას უნდა ხვდებოდეს. რომ გარეთ უნდა ეძებო ადამიანმა, არავინ არ გიშლის იმას, რომ გარეთ ეძებო ადამიანმა ის, რაც ამ წუთის სოფელში გონივრულ ფარგლებში არის საჭირო. მაგრამ თავარი არ დაგავიწყდეს. იმიტომ რომ ამას თუ მოწყდები და შენ ქრისტეს მსგავსებას თუ მოწყდები, ანუ განხრთობას, ღმერთის ბაძვის, ანუ ქრისტეს თვისებებზე მუშაობას თუ მოწყდები, მერე შეიძლება პირიქით წარმატებულიც კი იყო. სამსახურსაც იშოვი და მეცაც გააკეთებ ადამიანი, მაგრამ მთავარს დაკარგავ, ყველაზე მთავარს. და ამ მთავრის დაკარგვა ხშირად ადამიანებს არ ესმით. რას გეუბნებით, ახლა ვერც მიხვდებით შეიძლება ამას, მაგრამ დამიჯერეთ მე. თუ მენდობით, დამიჯერეთ, რომ იმის დაკარგვის მერე ადამიანი საშინლად სარიელი არის. საშინლად სარიელი არის და ამაზე უბრალოდ ამიტომ გჭირდებათ მოძღვარი. დღეს ოიძახია, რა საჭიროა მოძღვარი, რა საჭიროა აღსარება, რა საჭიროა ეს საუბრები, აი ეს არის თავად. სასულიერო პირი, რომელმაც აი ეს გზა, ამ გზას ადგას თვითონ, განხრთობის გზას, ქრისტეს ბაძვის გზას რო ადგავს, აი მისი მიბაძვის, მისი მაგალითი გვჭირდება სასიცოცხლოდ ჩვენ დღეს ეკლესიას. და მთლიანად ერს კიდე ჭირდება თქვენი ყველათაგანის აი ამ გზაზე დადგომა, რომ თქვენ მაგალითები მისცეთ ჩვენ შვილებს, რომლებიც ჩვენს გარეთ არიან და ჯერ კიდე არ არიან ეკლესიის წიაღში. აი ეს არის დღევანდელი დღის ალბათ რთული გასაგები, ძნელი მოსასმენი, მაგრამ ღრმა პასუხისგებლობისა ღვთის წინაშე, როგორც პატრიოტებისა ერის წინაშე და როგორც ადამიანის მოყვარულებისა ადამიანების წინაშე. ღმერთი, სამშობლო და ადამიანი. და ეს სამივე მაღალი მცნება, რომელიც ჩვენ პატრიარქმა დაგვიტოვა ასე და ჩამოგვიყალიბა, ერთადერთი რამით სრულყოფილად შეიძლება შესრულდეს. ღმერთის, სამშობლოს და ადამიანის სიყვარული შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ ქრისტეს ბაძვის გზაზე. ანუ იქ, სადაც ადამიანს უნდა რომ ქრისტეს მსგავსი იყოს, ანუ განხრთობის გზაზე, რომელიც ყველა ჩვენთაგანის მიზანი უნდა იყოს. ღმერთმა დალოცვილი, დღეგრძელი და გახარებული გამყოფოთ ყველა. მოგვცეს ძალა აი ამ გზაზე სიარულისა